არ გაგიკვირდეთ, რომ მამაკაცები ამ შელოცვის მერე თქვენს მიმართ გახდებიან ხელგაშლილები. ვისაც დიდი ხანია საჩუქარი არ გაუკეთებია, თქვენთვის შეიძლება ისეთმა მამაკაცებმაც გაგიკეთონ საჩუქარი. და საერთოდ შეიძლება გამოჩნდნენ თქვენს გარშემო ისეთი ადამიანები, რომლებიც აიღებენ თქვენზე პასუხისგებლობას და ფინანსურად იზრუნებენ თქვენზე. ამისათვის საჭიროა, სანამ სახლიდან გახვალთ, ჩაილაპარაკოთ შემდეგი სიტყვები. ადამიანებს მოსწონთ ჩემთვის ფულის მოცემა, განსაკუთრებით მამაკაცებს. ყოველი სახლიდან გასვლის წინ ჩაილაპარაკეთ ის შელოცვა 3-ჯერ და გაბრძანდით. და თქვენ რამოდენიმე დღეში დააკვირდებით, რომ შეიძლება ადამიანები ყავით გაგიმასპინძლდნენ თავიდან. შეიძლება ქუჩაში ადამიანმა რაღაცა გაჩუქოთ. მოლოდნელი საჩუქრები გაგიკეთონ ადამიანებმა და ასე შემდეგ. ენერგო გაცვლისათვის დაწერეთ კომენტარში ვიღებ და პლუსი, რომ სულ პლუსში იყოთ მთელი ცხოვრება და ნახავთ, რომ მამაკაცებისაგან იგრძნობთ ყურადღებას და ფულად გასამრჩევლოს თქვენი უბრალოდ სურვილებისათვის და იცოდეთ, რომ ადამიანს რაც უნდა, იმას ადამიანი აუცილებლად მიიღებს.